ძალიან მაღლა დაფრინავენ. უკნიდან დიდი გუნდი იყო. სამწუხაროდ ცოტა იქითკენ წავიდნენ ბიჭებმა ესროლეს ჩვენება და აღარ დაჯდნენ. ბიჭო ძალიან მაღალზეა მალენ. ხო. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. ამბავი მოხდა შემდეგი, თოკო რომ როდესაც ვათვალიერებდით ტრედის გუნდებს, ასე ვთქვათ, რამოდენიმე მოკალით, რამოდენიმე წელს თვალისაით გადაფრინდა, ამასობაში არჩივმა რაღაც სუნი აიღო, არ ვიცით მელის, არ ვიცით გუდღლის და დაგაზა გაყვა. გადაყვა გორაკებს. ეხლა ვეძებთ ბატონ არჩივებს. კიდე ორი ძაღლი გაეკიდა მწყემსის, მაგრამ მე მგონი გადაურჩა ამჯერად. ხო, მე ესე მგონია, რომ ნაჭამი არ აქვთ ჩემი არჩი. გოგა. ბიჭო, ამ წამს მომეჩვენა, რომ თითქოს რაღაცამ გაირბინა იქით ხარეს, არ გამორიცხავ, რომ არჩი ყოფილიყო რა. წავიდეთ მე. ხო და მაშინ ზევით, ხო, ისევ ჯობია. მაშინ აი ეს გორაკების შორიდან უნდა მოვუარო. ანუ ნახე როგორი თემა არის, აქ ხა სადაც არ უნდა ამოვიდეს, მანქანას დაინახავს. კი, ყველგან. ჩვენ ვიყავით იქ, მაგრამ არ არსებობს რომ ხა მანქანა ვერ დაინახავს. კი. თორნიკემ კი დამიტოვა GoPro. მითხრა ძაღლი რომ მოვა გადაიღეო და დამოიწყდა ჩართვა. არჩი მოკლედ მოვიდა ჩემო მეგობრებო. ხო და ეხლა ჩვენ ჩავალთ ქვევით. ბიჭებს შევხვდებით ასფალტირებულ გზაზე, რომ აღარ დავკარგოთ ზედმეტად დრო. მეგობრებო, ჩვენი მოლოდინი როგორც იქნა დასრულდა. კაიხანი კი ველოდეთ. არამ როგორცა საქმეს ასე ჭირდებოდა. გაგვიყოლებთ პატივცემულო, გაგვიყოლებთ. აშკარად არ უნდა ჩვენი წაყვანა. ანუ გავაჩერეთ მანქანა და გადმოვედით და გვიდო და გადაგვეხედა ტრედი ხო არ პრინავს. გამოაღე კარები და გამოუშვი არჩიბალი. როცა მითხარი რომ არ გამოუშვა. არ გამოუშვა, რაღაც ისუნს აიღებს და გაყვება მეტივა. რა მიპასუხე? მე გიპასუხე რომ ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად დავთავრდება მეთქი. მოგატყუე. ცოტა ვინერვიულეთ მართალია. სიცრუეში მაცხოვრებს, ხალხო, სიცრუეში მაცხოვრებს. ბარემ იმ გზის ამბავიც მოუხევი შენი პირით მაყურებელს. ჩემ პირით რა? უეჭველიო აქეთო, კაცო, რომ მომაბრუნე. ეტოფლის წყაროში რომ მოგვაბრუნე. უი ხო. ეს ცალკე ისტორია. მოკლედ ისტორიებს რადალევს მარლენის ხელში. მოკლედ მეგობრებო, ცოტა კი ვინერვიულეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი დადებითად დამთავრდა როგორც ყოველთვის. თუმცა ხანდახან არის შემთხვევები, რომ ესე ლამაზად არ არის იავარდით მოფენილი ხოლმე სანადირო გზები. ერთხელ იქნება და კოკაწყალს აღარ მოიტანს არჩივ. გოგა, ამჩნევ ხელ მარცხნივ ტრედების გუნდი არის. იჩაჯდა ვამჩნევ ამ გუნდს, არც თუ ისე დიდი გუნდია, მაგრამ არც თუ ისე პატარა, ჩვეულებრივი, კარგი გუნდიანი, მალე უბრალოდ რას ვერ ვიგებ, იცი? რატო მაგ ლოკაციას? ჩემთვისაც გასაკვირი არის, მე აქ საერთოდ ვერ ავხედავ საკვებ ბაზას, მაგრამ ფაქტი ერთი არის, რომ ეს არის სანადირო კარგი ადგილი ჩემი აზრით, რატო? რომ გადაფრენის ზოლი არის აქ რა და დიდი ალბათობით აქ მოსასვენებელია უთმობათ. აი, ნახე ნელ-ნელა ჩვენსკენ მოდიან, ხედავ პატარ-პატარა იმები. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ახლა უნდა მივიდეთ იმ ადგილზე, სადაც ნადირობთ ხოლმე. დიახ, და ვნახოთ თუ არის ნათესები, ხო? ნახოთ თუ არის და იმედი მაქვს, რომ ეს მტრედიც იქ შემოიფრეს. მეგობრებო, მოკლედ სიტუაცია ეგეთი არის. ახლა მოვედით ერთ-ერთ ჩვენს ძველ მინდორზე, სადაც ადრე გვინადირია წარმატებით, თქვენ ნანახიობთ აქ გადაღებული ვიდეოები. სიმინდის კრეფის მანერით მე და გოგას ჩამოგვეყალიბდა ესეთი აზრი, რომ ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ აქ არც იყოს არ უტოვებ. ხო, მტრედს საკვები არ აქვს, საკვები ბაზა. იმიტომ რომ კიდევ ძირში ვეჭრიან დანებით ფრთხილად, ასე რომ ვთქვათ,
კომბაინი როცა მუშაობს და იღებს დიდი რაოდენობით ეფანდებათ და რა თქმა უნდა მტრედს საკვები აქვს ხოლმე. Ну, ჩვენ ვაგრძელებთ ახლა კიდევ ძებნას, ვნახოთ. იმედი მაქვს, რომ უბრალოდ რამოდენიმე იქნება ესეთი ხანა სიმინდის და შეიძლება ესე სკულპტურულად არ მიუდგეს ყველა მეპატრონე. აი რა ხდებოდა და მაგრამ ძალიან მაღლა დაფრინავენ. ეს ის ტრედი არ არის, რომელიც საკვებ ბაზას ეძებს. ეს მიზანმიმართულად სადღაც მიფრინავს. რაც თუ ესეთი ურიგო გუნდია. კარგი კიდე რა ხდება, აბა. აბსოლუტურად შეცვლილი დაგვხვდა აქ წინა წელს გახსოვთ რომ იყო ზესუმზირის ყანა აღებული, სამწუხაროდ აღარ არის დათესილი, უბრალოდ მაღალი ბალახი არის. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წყერისთვის ძალიან პერსპექტიულად მეჩვენება ეს ადგილი. რამოდენიმე ადგილზე შევამჩნიეთ აქა-იქა არის მტრედი, მაგრამ ეს არ იძლევა ნადირობის საშუალებას. მაინც არ არის იმ რაოდენობით, რომ ერთ ადგილზე დაუშვათ ლოკალიზება მოვახდინოთ. მადლობა. ანუ სიტუაცია არის შემდეგი, მართლა მართალი ხარ, მტრედის ნაკლებობა ცალსახად არის, იმიტომ რომ დილიდან გამოსულები ვართ. ერთი პატარა გუნდი ვნახეთ გურიტების და საშუალო გუნდი, ასე ვთქვათ, მტრედების, რომელსაც პატარა ყანა ქონდა აღებული და იმ ყანას დასტრიალებდა. პრინციპში იქიდან მომდინარე, რომ არ არის გადავწყვეტეთ მე და მალენმა, რომ დაგვეცა საფარები და მტრედზე გვენადირა, მაგრამ ამ დროს შემოვიდა ზარი ბატონი გელასი. ბატონი გელა არის ადამიანი, რომელსაც დილით ვესაუბრეთ, რომელიც ქუთაისში იყო და გითხრა, რომ ზუსტად ვიციო, გუშინ ვინადირეო და ვიცი მტრედი სადაც მოძრაობსო და თუ ჩამოგიწარითო, წამოვალ ქუთაისიდან და ერთად ვინადიროთო და დარეკა ამ პატიოსანმა კაცმა. რომ ჩამოვედიო და თუ არ ნადირობთ, რა ვიცი, მობძანდით ჩემთანო და ჩვენც რახან თოფები ჯერ არ გვქონდა შეყენებული, ჩავსხედით მანქანაში და გავაგრძელეთ გზა სოფელი წერეთლისკენ. სოფელი წერეთელი ალბათ ბევრმა თქვენთაგანმა იცის. მარნეულთან არის და აი ბატონი გელაც გვირეკავს. ისმენთ ბატონო გელა. ლოკაცია ჩაგიგდე WhatsApp-ში. სადაც გზავა. კარგი ბატონო ჩემო, დაახლოებით 15 წუთი მინდა მარნეულამდე კი არა და წერეთლამდე. საერთოდ მამუდროა რომ ახლო გაიტორი. კი, აი ნახე სადახლოსთან გადმოსახვევი რო არის მარცხნივ წითელი ხიდისკენ რა, აი უნდა მიხვიდე და მერი არის თეკალი და ეს სოფლები რა. კაი. კარგი, მალე შევხვდებით. აი დიდი მადლობა ბატონო გელა კიდევ ერთხელ, აი შეგხვდებით და იმედია მაყურებელს საინტერესო და კარგ ნადირობას ვანახებთ ყველანი ერთად მალე. ისე კი გამიკვირდა ამ ხელა გზიდან კაც ჩამოვიდა ეს რა. ესეც ქართველობა და პატივისცემა და ურთიერთობა. აი იმედი გვაქვს რომ ეხლა თქვენი წყალობით მალე უკეთესად ვიქნებით. წავიდეთ პოლიციაზე მე. კარგად მოჟიქ შენ როგორ ახარ? წავიდეთ. თქვენ და კიდე ორი კაცი უნდა გადანაწილდეთ სადაც შენ გააღენ. ამიტომ შენი ძაღლი წაიყვანე რომ შენთან ახლოს იყოს. კი ბატონო. და ჩვენ ესე გავაკეთე. მე ნახე, აი იქ რო ვაგონი. ხო. აი იქ რო ვაგონი. ხო, აი იმ კუთხეში, არა, რატო ვიძახ? გუნდი ეხლაძის ახლა მე რო ხო, კი ბატონო, იქიდან ააფრენ აქედან. იქიდან მე ავაფრენ იქ მოდის. კი ბატონო. მე იტრიალებს კრუში და მე ჩავალ იქ. ნახე იდეა რაში არის? დატანთ შენ მაშინ და ერთი ძაღლი მოგემსახურებათ თქვენ. ხო და ჩემი ძაღლი იქნება ჩემთან ერთად, შენ ძაღლამდე წვდომა არ ექნება, იმის გამო რომ დისტანცია გვექნება. ამიტომ ჯერ შენ შეხვალ შემოგევლე და მე ჩვენ შევადგინოთ. ბატონ გელას დაგანაწილებთ ნომრებში და აბა თქვენი ტყუები ხო ყველას გვაქვს. რამდენი გვაქვს? წესით გეყოფათ რაღაც პერიოდში.
გოგა სამაღავი მომწონს ამ ლანდშაფტს ერწყმის იდეალურად გარდამავალი ფერი არის იმდენად მაღალი ასე ვთქვათ როგორ ვთქვა აი შერწყმაა ბუნებასთან ხო იდენტობა იმდენად მაღალი არის რომ დაუკვირვებელი თვალით შეიძლება მონადირემაც ვერ გაგვარჩიოს აქ რა ნუ ჩვენ შემთხვევაში ბიჭებმა იციან სად ვზივართ და იმედია არ დაგვიშვებენ ხო იმედია არ გამწირა თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარის ღილაკი ეს ძალიან დაგვეხმარება გოგა მზად ხარ? უნდა იყო მზად ჩემო ძმა. მოდის. უკვე მოდის. დავსვათ თუ ვესროლოთ? პატივცემულო. დავსვათ? კაი მტრედია. Да, малыш, да, мой хороший. Умница, малыш, молодец. დაახლოებით. ხო, ხედავ. აღავინდა. შეგიძლია. Так. მე მგონი, აი ესეც ერთი ცალი დავსვი, მაგრამ მე ძალიან ცუდად ვისრულე სიმართლე გითხრა და რატომღაც ძალიან ცუდად მომხვდა ყურში შენი ნასროლი. ხო, მოდით, ციპა. შეიძლება. მიდი გოგა. აი ეს. შენი დედა ვატირე შენი. არა და ყველაფერი სწორად გავუკეთეთ აპერიჟენიები აქეთ. მიდი გოგო, მიხედე და ჩამოვარდი შენი დედა ვატირე. არჩი, წინ არის. აი ეს. წინ არის ერთი კილი, ბალე. Молодец, Арчи. Еще поищи, малыш, ну. Поищи, мой хороший. Стой. Арчи, еще поищи, малыш, ну. Где здесь еще? Пойдем, а ну поищем. Кай гундики амага моваро. აი ესეთი. შენთან არიან ეხა 8 საათზე. უკვე 9-ზე. და ჩვენსკენ მოიწევენ. შენ უკანას ესროლე მე წინას თუ რამე არის. ეგ არის. ეს ჩამოვარდა. აი, ჩემი ისიც ჩამოვარდა? ისე ჩამოიწია ყოველ შემთხვევაში და ეხა უნდა მოკლედ ეს ჩემს უკან გდია. ძალიან კარგი ის რო არის რომ აიღო. ჩამოვარდი ეხლა რა. და არჩი კაი იმით მიდის, ხო იცი შენ ერთი იქნება დააფრთხოს. იქ რო ზიან. შენი დედა ვატირე, შენი. როგორც კი ავდექით დაგვინახეს მალე, ხედავ? გამოსავალი არის. არა. დავარდა ის. ერთი ჩამოვარდა. ხო, შენი ის იყო რა ქვია. ნავაშკაცარი. ისევ ბიჭებისკენ წავიდნენ, ხედავ შენ?
არის. Bravo. აუ, რატო არ მესროლე მე? მეც უნდა მესროლა. დაველოდოთ. ორი ცალი არის. ესენი ნაფრთხენები არიან ბიჭებმა რო ესროლეს ის სასტავია. ეზე შემოდიან უკრიდან. ხედავ? არ ვინძრევი თუ შემოვიდნენ. მე მგონი ეს ისტრედებია ბიჭებმა რო ესროლეს მალენ. აი, რატო ესროლეთო? იმიტომ რომ ჩამოვაგდე რა ქვია. ხო, მაგრამ შემოსულიყვნენ და მეც ესროდი. აკი შემოვიდე შესასრულზე ვესროლე. კი, ბიჭო, კი, მაგრამ მეიცა, ჩვილო, სადგეჩქარებად რა იყო? მატარებელი ხო არ არის, მოვა. გოგა შემოდიან. ორი ცალი შემოდის. ერთი შენია, ერთი ჩემია. დავაი. მადლობა, მარლენი. შენიაო და ესროლა, ბიჭო. დაი. ერთი აი, ჰეი, გოგლიკა ხელაძემ რო გამიკეთა, ჩოჩორი არისო და თითო რო ესროლა, აი ახლობით ეგრე იყო ეხა. მადლობა. აგიჟეთია, რა, ყველა დასწრებაზეა. აი, დავტოვე ერთი ქვევით, აღო. კაიო. მოიცა. აი, მოდი, ზემოთ. მეორეს უნდა დაგვეგდო რა. ერთი ცალი დავაგდე და მოიცა, ორი ცალი დავაგდეთ, ხო? აი, ხაგე ჩავარდა, მაგრამ იმას რა აიღებს. ბუჩქების იქით არის. არ შეიძლება პაიში მალიშანო. არა, ბიჭო, ბუჩქების იქით არის. აი ჩამოვარდა ერთი მარჯვნივ მე მგონი. ერთი კი არა, ორი ჩამოვაგდე. მართლა? მე კიდე მაინც არ ვესროლე რომ იქნება და არ დავაფრთხოთ თქო. მაგრამ კარგია რომ ორი ჩამოვაგდე. ხო არა. გამართლა 8 ნომერმა? 11 ნომერი. 11? ნახე. კი. საერთოდ დაზიანების გარეშე რა, ეს არ ჯობია? კი, ამიტომ როები რაც გვაქვს ჯობია რომ პირველი რო ავესროლოთ და მე მივაყოლოთ. მარლენი გავიდა. კარგუნ ესროლა და ორი ცალი ჩამოვაგდო იმის ასაღებად. მე კიდე მოვიხსენე აგერ GoPro და მინდა ჩემი გულის წუხილი გაგიზიაროთ რომ რაღაც ვერ გამომდის ნადირობა ბიჭებო. ნუ ვერ ვისვრი ისე მე რო გამეხარდებოდა. ნახოთ შეიძლება და გადავლახო ეს ბარიერი და კარგი სროლები განვახორციელო. ესე იგი მარლენმა 2 საათიდან შემოდიანო და მე ვერ ხედავ რა თქმა უნდა. ეგ არის. აკი პრიმისივიეო. გამოდი აქეთ თუ გამოხვალ. აი ეგრე ძმაო. აკი პრიმისიმალის პრინცი, არჩი პრიმისიმალი.
მარლენ ჩვენს უკან რა ხდება შენ არ იცი. კი მზად იყავი, ეხა უკნიდან უნდა გადმოგვიფრინონ. ეს ერთი ცალი შემელია მოვკლა, მაგრამ არ მინდა მოვინადირო. აი ხა თავზე გადმოგვაფრინდებიან. Постой, паровоз не стучите колеса. ამაზე კადრები იყო, კარგი შემოფრენა. გააკეთეს პრედებმა. უკნიდან დიდი გუნდი იყო. სამწუხაროდ ცოტა იქითკენ წავიდნენ ბიჭებმა ესროლეს ჩვენება და აღარ დაჯდნენ. ნიჩიო. ყველაფერი წინ გვაქვს. ეხა შენისთვის არ არის ეს პრედი სადღაც აქ ჩამოვარდა და აი აი ბატონო. მარლენ მარჯვნიდან შემოდიან წრედა არ დღეს. მარლენ მაღალია. ეს ერთი შეგვილია რომ მოვინადიროთ მაგრამ. აი მარლენ სროლა როგორ უნდა. Вайме, пичо. Подожди, стой, стой. Yes. Მიდი არჩიბალდ. კარგი ბიჭი ხარ, მოიტანე. კი. აზე ხარ სანამ ჩვენ ყურადღება. ეს. მიდი არჩივ. ესეთ იქნება გასროლა. აბა მარლენ. ისე ყველაფერი კარგად აგიხდეთ. აღარ მე მგონი GoPro-ში აღარ ჩანს რა მოხდა. ჩამოვარდა თუ არა. მე დამინახეს სავარაუდოდ და ამიტომ წავიდნენ. შორსაც არ წავიდნენ ჩვენში დარჩეს, იქვე ტრიალებენ. არის ალბათობა რომ შემოუბრუნდნენ. არ იყო ხო სასროლზე მარლენ? სავარაუდოდ მე დამინახეს და ცოტა შეცვენ. ბიჭო, ჩვენების გარდა კიდე არის კამანდა რომელიც ისვრის რა და ეს მტრედი ხა არეული არის, თავისავად, მაგრამ ნაფთხენიც არის უკვე. ბიჭო ძალიან მაღალზეა მარლენ. მიდი. იცი ხა რა მოხდა? აი ჩემი ბრალი არის, მე რო ავდექი გაცთენილები იყვნენ. და მეგონა ვერ დამინახავდა და დამავიწყდა რომ ტრეცა აქვს პერიფერიული მხედველობა, უკანაც თავისუფლად ხედავს. ანუ მოძრაობაში ამჩნია ესე. წამოვდექი და ეგრევე შეიცვალა, ანუ კარგად გაცთენილი იყო რა და ხშირად ნუ ვერ ხედავს ეხა გაცთენილზე, მაგრამ შენ იცოდი მტრედს როგორი მხედველობა აქვს და უკან რო ხედავს? კარგი ხარ. აი ესე თითო და ორ-ორი რო შემოდის, კარგია. არჩიბალდ მოდი. მომეცი ჩემი ბიჭი. უი.
არც კი ცხენია ამას არჩი. Молодец, Арчи, бать. ხო. ეგარი. ნახე, თუ არა, წინ უყურე, აი თუ არა. აჰა, მეტი რა ქნას. აჰა, მიდი გოგა რა ეხლა რა. მოამაყენებ ფეხზე. რატ? ოქრო ხარ. Дай? Молодец, Арчи. Иди, будь рядом со мной. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარიზღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება. წავალ მე თქვენ ახლა სარეგს გაგიკეთებთ. და ყურადღებით იყავით, რომ თუ აქეთკენ წამოვიდა თოგო გიოსაც უთხარი რომ ეგრევე გუნდს აცადოს კარგად მოსვლა თუ მოგცათ საშუალება და მიაყარეთ რომ ჩამოიყაროს. წავედი ხა მეიქნება და სარეკი გაგიკეთოთ. გაიწია ჩიბალთ. იცი რა ძალიან დიდი გუნდი გაერთიან და იქითკენ 150 მეტრში და ვიფიქრე ბიჭებს სარეკს გავუკეთებ თქო. ხო არ წამომყვები? გამოისეინე, აიღე თოფი და გავისეინოთ. პრინციპში ჩვენ მორჩეინლები ვართ ნადირობას, ჩემო გოგა. კი. ჩვენი ლიმიტები შესრულებულია ფაქტიურად რა. მართალია კი, მონადირეთა გუნდი, ასე ვთქვათ. კიდევ უფრო მეტნი გავხდით და უფრო მეტი საშუალება არის, რა თქმა უნდა, მონადირების. მე ვფიქრობ, რომ ბიჭები მოახერხებენ ამის მონადირებას, თუ ვერ მოახერხებენ, ჩვენ მე მივეხმაროთ. ზუსტად ეგ არის ჩემი იდეა, რომ თვითონ ისროლონ, ისი ამოლონ, თუ რაღაცა მე და შენ დავზღვევაზე შეგვიძლია 1-2 მერე ჩავოვარდეთ. თითქმის აღებული გვაქვს ლიმიტები. 5 სტრახოვკაზე იყავი, 5 სტრახოვკაზე. თითქმის აღებული გვაქვს ლიმიტები. იმის გათვალისწინებით, რომ ეხა კიდევ 2 მონადირე დაგვემატა. დღიური ლიმიტი საერთო ჯგუფური გაიზარდა, აქედან გამომდინარე დავრჩებით თქვენთან ერთად და ვინადირებთ ბატონო ჩემო. რა სიტყვის აბაში? მე გაძლევ ჩემი ლიმიტის გამოყენების უფლებას. გუნდური ლიმიტი არის, ეგ არის შემოგევლე, შენ მოინადირე. პირველი გასროლა შენი იყოს ხოლმე. რა ნომრებს დებ? ნახე რა აქვს ამას ბიჭო მოხვედრილი ეგეთი ხორცი გადმოვარდა. მართლა? ბიჭო რა ჭირს ამ ჩვენ თოფებს თო? ვიცი, არა, ეს ჩვენი ნასროლი არ არის. ეს ამ ბიჭის ნასროლი არის, ახლა ვიცი იქითკენ არის. შენი ერთი მტრედი მე მომიტანა ძაღლმა. შენი მონადირებული ერთი ცალი მტრედი მე მომიტანა ძაღლმა. ვალს გიბრუნებთ. რა ნომრებით ახარ? 6. 6-7. კაია. ეცადე შორს ესროლო. ე. იმიტომ რომ შენ მორტყმს გამოგლეჯილი ქონდა ბიჭო, ერთი მხრიდან შემავალი იყო, მეორე მხრიდან გამოსული და ხორცები ქონდა გადმოკლებული. გაითვალისწინე. კარგი. სადღაც მოგლეთ, უფრო შორს. თავზე ნახე ტრიალებენ გვაზიან, აი ესე გაიხარე საღოლ. მეორე მოდის, მიდი. ისი ამუნონ ბიჭებმაც კაცო. დაიცა, საბა. მოგითხარი, შეცდომა ნომერი პირველი, დამჯდარი არესვრი არას. ადექი დაუმიზნე ოდნავ წინ, მიდი. გაიცა და შემოbrunდება, დააცადე. ატარე, ელულაკო. დავაი. იქნება კიდე შემოbrunდეს, აი. მიდი.
დაიცადე მალენ. არა უშავს, მასე ვიყავით ყველანი დამიჯერე. ნახე, აიმერა სიმინდის ხანაში ზიან გოგლა. ხო. და იქიდან დგებიან. ბიჭებო, ყურადღებით. აცადე მალენ, აცადე. ადექი ესროლე. აიღო ხო? კი. ვა, გილოცავ. ოჩახ. დაინასროლი იყო. კარგი იყო, აბა თავის ხელი. აი მალენ, რატომ მიყვარს კიდე ჩვენი გადაცემები, რომ გვეძლევა საშუალება. ჯერ ხო ვინადიროთ გამომწერებთან ერთად და მე ახალი ნადირობა შევასწავლოთ და შევაყვაროთ კი ბატონო. ახალგაზრდა მონადირეებს. კი ბატონო. რამდენი წელია ნადირობა? ეხლა დაიწყე წელს. წვან ეხლა. ძალიან კარგი, დარწმუნებული ვარ. იმან მოვწამო. თოკო. ეხლა თუ ლაპარაკს გადაყვებით, მტრედს ვეღარ მოინადირებთ. ყურადღებით იყავით, აგერ თავზე გაზეთ უკვე. აი, დაუმიზნე, ადექი დამჯდარი არ გამოდის. ძაღს არ გაარტყა. აი, ეხლა კიდე ერთი, ბიჭო, მიაყოლე. ჩაიწე. აი ეს. არჩი, აი, იყვან. წავედი მე მოვიტან იმ ტრედს. ანუ დაახლოებით 80 სანტიმეტრი. მანა ხერად ყურებს ეს ფრი. რამდენ გრამს ეს ფრი? 36. არა, 36. 36. არა. ემჭო 36 აწერია იმ ფუეს რომელიც იდებს და. 36. აი, პარდონ. მეორე ჯერ შევსდი უკვე ბატონობა. უნდა რა ვიცი, მე ხო არ გასწავლი რაღაცებს, რა ვიცი. რა სპეციალობის ხარ შენ? ზოგადად ჩემი სპეციალობაა ყველაფერში ეჭვი და საინტერესო სპეციალობა არის. ეროვნულ ბანკში ვარ ხა ზედამხედველად. აჰა. ხო და ფინანსებს ხო არ გასწავლით, ხო? არა, შორია, არ ესროლოთ ამას. შორია არ ესროლოთ ამას თქო, რო თქვი, ვისთვის თქვი, როგორ ფიქრობთ ეხა თქვენ? იგვაჯდებ დაიცადე, შემილია ვესროლო, მაგრამ დაიცადე. დაიცადე მეთქი და ნახე ჩამოაგდო. არჩი მიდი. ვა შენ გენაცვალე მე, არჩი, ყოჩაღ ბიჭო, ყოჩაღ, კარგი ბიჭი ხარ. აი რატომ ახალგაზრდა, რატომ? ძალიან ადრეი. ადრე იყო ეგერთია და მეორეს ერთი მოდიოდა და ჩვენსკენ მოდიოდა. ყველამ თავის სასროლ სექტორში ისროლოს. მიდი. ოპა, საღოლ საბა. მიდი ხა აიღე დამცავზე, ხო? ოპა, საღოლ საბა. აი ხა უკვე ღომისით არის მო. დამცავზე და წავიდა. შვენიერი. რა ქენით ბოლო მოიამატეთ რამე? ბიჭო, რა ეხა კი 2 წელი კიდე მივამატეთ და რავი, დავითვლით ეხა, ავიკრიფებით და თან. კარგი, მოდით აქ და იმას ვქნათ, რა ქვია, ერთიანად შევჯამდეთ. ძალიან მაგარი ნადირობა გამოგვივიდა. აი, რავი, უამრავი ყავს მოკლული. დაახლოებით 20 სალამდე, ესე ცალკე ვალაგებთ როგორც ფიტულები. აი, ვეგან ალაგია. რავი, ჩემთვის საკმარისიც კი არის უკვე რა. მოგლეთ, ჩემო მეგობრებო, დღევანდელი ნადირობა ასეთი გამოგვივიდა, მაგრამ ეს ყველაფერი გაგრძელდება ხვალ. ასე რომ დარჩით ჩვენთან, გვეხურეთ. თუ რა თქმა უნდა გიზიდოთ გარეულ ტრენდზე ნადირობა. აბა რა ქენით? მონადირეებო. ბიჭებო, ჩესნათ ავიღეთ ლიმიტი, პროსტა 5 წელი დავკარგით რა. 5 ვერ ვიპოვეთ. მესმის ხდება ხოლმე ეგეთი რაღაც. 25 გვაქვს, 5 ვერ ვიპოვეთ რა. მაყოფილები ხო ხართ რაც თავარი? გადასარევი მაგარი ნადირობა იყო ძალიან ძმაო. ძალიან გიხარია. ძალიან გიხარია თუ კარგად გამო. როგორც შევატყეთ თქვენც მაგარი იდა. ჩვენც კარგად ვინადირეთ, ჩვენც ავიღეთ ლიმიტები, ეხლა ესეთი თხოვნა მაქვს, რომ დავდოთ ეს თქვენი ბარგი ბარხანა და შემოდით მოგვეხმარეთ ტყვეების აკრეფაში, მტრედების გამოტანაში და ასე შემდეგ. ბატონო, გოგა, ორი სიტყვით შეაფასე დღევანდელი ნადირობა.
მშვენიერი, ძალიან აზარტული, ხალისიანი, გაჯერებული ლამაზი შემოფრენებით, ლამაზი სროლებით და მე მგონი არც ერთი ჩვენგანი უკმაყოფილო არ დარჩენილა. იძრი ადრენალინის დოზა მივიღეთ ყველა მგონი დღეს რა. კი ბატონო, შენ ის მითხარი ტრედზე რამდენჯერ ხარ ნანადირი? აი შემთხვევით თუ გადავაწყდებოდა ესე ოფიციალურად ესე სკრუპულოზულად და მომზადებულად პირველი ნადირობა იყო და ძალიან გაასწორა და მოკლედ მადლობა ამ გამოცდილების. როგორ გიკადრება? მიხარია რომ ერთად ვინადირეთ პირველად ესე კარგად. ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო მაყურებლებო, ამით დავასრულეთ ჩვენი ნადირობა, რომელიც ძალიან მაგარი ნადირობა გამოგვივიდა და ვფიქრობ, რომ ყველა წესის დაცვით, იმიტომ რომ 8 მონადირე მოვახერხეთ 75 ცალი ერთეულის მონადირება. არჩი გვიფუჭებ გადაცემას. მოკლედ, არჩი გვეხმარებოდა, ყველა კარგად ხედავდით და მე ვინტერესდები ესეთი რამით. რატომ მოხდა ისე, რომ არ გადავწვით ლიმიტს ბიჭებო? იმიტომ რომ ვიცავთ კანონს და ვცდილობთ თლაში ვიყოთ, ხო? ნადირობთ და მაგა აუცილებლად ყოველთვის ყველა მონადირემ უნდა გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ ლიმიტს არ გადასცეს და ჩვენ რა თქმა უნდა, როგორც კანონიერი და წესიერი მონადირეები, ლიმიტის ფარგლებში ვინადირებთ დღეს. ძალიან დიდი მადლობა. გოგა, გითხარი 1-2 სიტყვა ხარ, როგორი კმაყოფილი დარჩი საბოლოო ჯამში? ეს ბიჭები არიან ჩვენი გამომწერები, მე მქონდა უკვე მათთან კომუნიკაცია, შეხვედრილები ვიყავით, რამოდენიმესთან ნანადირებიც მქონდა მანამდე და გამომდინარე იქიდან რომ ტრედზე ნადირობა გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ ჩვენი გამომწერები უფრო ახლოს ვიყოლიოთ, დავიმეგობროთ და ერთად ვინადიროთ, გადავწყვიტეთ მე და შენ რომ ეს კარგი საქმე გვექნა, მე მგონი არაფერი ცუდი ამაში არ არის პირიქით. ჩვენც კმაყოფილები ვართ და ბავშვებიც, ბიჭებიც, მონადირეებიც კმაყოფილები არიან რა. რაც შეეხება უშუალოდ ნადირობას, გეტყვი რომ დიდი მადლობა ბატონ გელას, ადამიანს, რომელმაც პრინციპში მოგვასწავლა ეს ადგილი და გითხრა რომ აქ ტრედი ტრიალებს და მთელი დღის განმავლობაში პრაქტიკულად სადღაც ალბათ 12 საათიდან 3 საათამდე აქტიური ფრენა იყო. დიახ. აქტიურად ვინადირეთ, მერე შემოგვეცდნენ კიდე ჩვენი მეგობრები, მე და შენ პრაქტიკულად თოფები გადავდებით გვერდით, დაზღვევაზე ვიყავით, ბიჭებმაც ინადირეს და ერთი ლამაზი კარგი სანადირო დღე ჩავატარეთ რა. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო კიდევ იმისათვის რომ ესეთი პასუხისგებლობით ეპყრობით ყველა იმ საკითხს რომ ნაგავს ვაგროვებთ ჩვენს მერე ძალიან ბევრი ნაგავი დავიგროვეთ ხალხნო და მოგიწოდებთ ყველას რომ თქვენს მერე დაალაგოთ ხოლმე ჩვენს მიერ არეული ბუნება. კარგად იყავით. მომავალ ნადირობამდე, კარგად. თუ მოგწონთ ჩვენი პროექტი, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისღილაკი. ეს ძალიან დაგვეხმარება.